მოვიდა მამისათან, დადისათან და სულსაც მითისათან მოგესალმებით. ჩვენ აღგზავნებთ საუბრებს საღვთო ისტორიის თემაზე. ჩვენ განვიხილეთ იაკობის მსახურება ლაბანის თერბითის სახლში, როგორ გარკვეული პირობით შეირთო ლაბანის ასულები, ლია და რაქელი და სანაცვლოდ ერთის გამო 7 წელი მსახურა, მერე მეორე ასულისთვის კიდევ 7 წელი და ბოლოს ხარო ეხლა კიდევ იმსახურს 7 წელიწადს, რომ ოჯახისთვის რათა ქონება შექმნა და ვარჩინო ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლები და შვილები. და იწურება უკვე სვადა და ნიშნავს, რომ ამის შემდეგ იაკობ შეუძლია დავიდეს, ან დაბრუნდეს თავის სახლში, ან დარჩეს აქ, ან სადაც მეზობლად შენოს თავისი სახლი და გადავიდეს იქიდან, გაიჩინოს მამულები და ისევ და ისევ დიოს ხელობას, მეცხარეობას. ცხადია ამას ლაბანიც გრძნობს, რომ იწურება ეს შემდეგი 7 წელი და დადგება ჟამი გაყოფისა. ისო მესამე 7 წლეული იაკობმა იმსახურა თავისი, როგორც შეთანხმდნენ, რომ საზღაურს აიღებდა ამით თავის შრომის და ქონება შეიძენდა თავის ოჯახისთვის. როგორ შესთავაზა თავი მომგებიანი ლაბანისთვის, პირობა რომ თეთრი ფერის ყველა ცხარს ის მოაძოვებდა, ხოლო ჭრელი, რომელიც ნაკლებ პასობდა ბაზარზე, მის ლაბანის ძეებს, რომ თითქოს იაკობს არ უნდა მიეთვისებინა უკეთესი. და აირჩია თქოს უფრო ნაკლებად ღირებული. მაგრამ იაკობმა, როგორც გამოსცემ წამს, იცოდა ხერხი, რომელიც შეიძლებოდა გამრავლება ისეთი ზღვარის, რომელიც მას უნდოდა. ამიტომ გამოიყენა ეს და რადგან ჭრელები ეკუთვნოდა მას, მან თეთრებისგან შეძლო ჭრელი ცხვრების მიღება. რაც იქ აღწერილია ბიბლიაში, რომ დასარტყმლებად მოდიოდა გეჯებში, აგებდა ჭრელ ასეთ თოტებს, ქერს აცლიდა ზოლზოლებად და ეს მოქმედებდა მათ ასე მხედველობაზე და შემდეგ უკვე დოლი იწყებოდა და ცხარიგებდა თავის ვარგანს, გამოდიდა უფრო ჭრელი მეტი. და ამ ჭრელები გადაყვადა თავისგან იაკობს და ლაბანს აკუთვნოდა თეთრი. ლაბანმა შეატყო, რომ რაღაც უცნაურად იცლება, როგორც ჩანს, მან არ იცოდა ეს ხერხი და მეთოდი და ვერ ხდებოდა, რატო ხდება თეთრებისგან, რატო ჭრელები არ ჩნდება. შემდეგ შეესთავაზა იაკობს, რომ მოდი გავცვალოთ. ჭრელები ჩემი იყოსო და თეთრები შენია. ხო. ისევ რადგან თავისის არ ემატებინა ცხარი, ეხლა იმ პირობით ისევ ჭრელებს ეხლა ამჯერად ადობდა იაკობი და თეთრებს ლაბანის შვილები. ეხლა ამ ჭრელებს ისევე ხდებოდა, რომ გეჯებს ჩაუტყოდა და ისე თეთრებს იგებდა და თეთრი მრავლდებოდა. ასე ლაბანმა რამდენჯერმე შეცვალა ხედავს რაღაც განუზომიერებას, რომ იაკობის ხელში მრავლდება ის მისი წილი რათა ერჩია ჭრელების და იქ პირიქით იგი აკლდება ლაბანს. ლაბანი თავის არცოდნის და გამოსილების გამო ვერ ხდებოდა ამას, ვერ ხდებოდა რაღაცა განგება სრულდება. და ბოლოს გადაწყვიტა, რომ რაღაცა და ისე გავაგდოთ აქედან იაკობი, რაღაცა მომიძენოთ და მთელი ხვარი დაგშევ ჩვენ. გაიგონი იაკობმა ეს ამბავი, ყური მოყრა მათ ლაპარაკს და
შემდეგ უთხრა იაკობმა ლაბანს. დაინახა იაკობმა ლაბანის სახე, არ იყო მის მიმართ როგორც გუშინ და გუშინ წინ. და უთხრა უფალმა იაკობს, დაბრუნდი მამაშენს ქვეყანაში და შენს ნათესაობაში და ვიქნები შენთანო. და გაგზავნა იაკობმა და მოუხმო ლიეს და რაქელს ველზე, სადაც იყო ფარა. იგი სადულზე გავიდა ლაბანიც და სადულზე გავიდა იაკობიც. როგორც იყო 3 დღის სავალ იყო მათ შორის, ის რომ ცხვარი არ უნდა არეულიყო მათ შორის. ამიტომ თეთრები და გაჩნდებოდა ჭრელებთან ჭრელები და რაღაცა ჩემო როცა თეთრებთან იყო იაკობი ჭრელი მრავლდებოდა და ეს ჭრელი გადადიოდა იაკობის საზღვრში და როცა თეთრი ჭრელებთან იყო, ჭრელები იბადებოდნენ და ასე რომ იაკობი ყოველ შემთხვევაში მოგებული რჩებოდა და გამთიდდა და ლაბანის რაოდენობით ხისა შემცირდა. აი, ეხლა და მოუწოდა თავის ცოლებს. უკვე მიიღო კურთხე ღვთისაგან, რომ დატოვოს სახლი ლაბანისა და დაბრუნდეს თავის მამის სახლში, ისააკთან დაბრუნდეს და იწყეს სამზადის. ამიტომ თავმნიშვნელოვანი მისის, რომ ცოლები თავის ბავშვებთან ერთად გაყვებიან თუ არა იაკობს. დატოვენ თუ არა მამის სახლს. იმიტომ რომ ოჯახის გარეშე წასვლას აზრი ჰქონდა. ისიც ჭიდაოდა ისიც ქონება. მაშინ უნდა დარჩენილიყო ისე აქ. და უთხრა იაკობმა ლაბანის ძეებს. ვხედავ მე თქვენი მამის სახეს, რომ არ არის ჩემ მიმართ როგორც გუშინ და გუშინ წინ. ხოლო ღმერთი ჩემი მამისა იყო ჩემთან და თქვენ იცით, რომ მთელი ჩემი ძალით ვემსახურე თქვენს მამას. ხოლო თქვენმა მამამ მომატყვა მე და შეცვალა ჩემი საზღაური 10 გრავისა და არ დაანება მას ღმერთმა, რომ ბოროტები გაიფინა ჩემთვის. იგი იაკობმა ახლა ბრალი დასვა ლაბანს მის ძეებთან, რომ რამდენჯერმე შეცვალო პირობაო. ხო, მე თუ რამის ვაკეთებ, ხო და დასტურდა. ანუ მათ ვერ ისწავლის. ჩემს როცა სადოვარზე მიდიოდა, ისინი ლაბანი და მისი შვილები არ ადიოდნენ იქ. იაკობი მიხედავს, ამიტომ ეს სიზარმაცე მათ ცოტა შეეცვალა. პასუხისგებლობაში, რომ მიატოვეს ეს და თვითონ არ პატრონებდნენ თავის საქონელს. მაგრამ იაკობი ხა ბრალზებს ამას, რომ მან შეცვალა პირობები, რამდენჯერმე შეცვალა ჭრილები ჩემი და თეთრი ჩემი ჭრილი მასი და ისი და ამიტომ გულმოდგენი ვარ, რა ხდება, უზიარებს. თუმცა ხდება ის არის საქმე, მაგრამ ამ თავის ბიძაშვილებს ეუბნება, რომ მათთან მიდან სამბავი, როგორც უხს იაკობი. ხოლო თქვენმა მამამ მოატყვა მე და შეცვალა ჩემი საზღაურით 10 გრავისა. 10 გრავის ეს იყო პირობის დადება ხდებოდა, რათა ერთი მხარე გაიღებდა რაოდენობას, როგორც აი თავიდანვე აბრაამა 7 ასეთი დადო ზღვარი და იმ პირობითო ეს ჭა მის იქნებოდა და გასცა რაღაცას საზღაურად. და ნიშნავდა, რომ მან აი ამ საშუალებით შეიძლება ეს უფლება ამ ჭასე, რომ გათხარა. ეხლა იაკობი ახსენეთ 10 გრავის, რომელიც ჩანს ლაბანსა და იაკობს შორის მოლაპარაკების დროს დაიდო, როგორც აქეთ საპირწონე იმ მომავალი მსახურებისა. და არ დაანება მას ღმერთმა,
რომ ბოროტება გაეკეთო ჩემთვისო. თუ ასე იტყვის, ჭრელები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხარი ჭრელს. თუ იტყვის, თეთრები იქნება შენი საზღაური, იგებს ყველა ცხარი თეთრს. და წაართვა მერთვა მთელი ფარა თქვენს მამას დამომცა მე იგი. აი, ამას იაკობი უყვება იმ ძმებს და თავს იმართლებს დაუშვა და იყო, როცა მაკდებოდა ცხარი, ვნახე ჩემი თვალით ისინი ძილში და ვაცები და ვერძები, ასულები იყვნენ ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფრად დაწინწყულები და მითხრა მე ღვთისანგელს ძილში, იაკობ, ხო მე ვიტყვი რა არის და თქვა ახილე შენი თვალები და ნახე ვაცები და ვერძები, ასულები ცხვრებზე და თხებზე, მოთეთროები და ჭრელები და ნაცრისფერები დაწინყულები, რადგან ნახე რომ რასაც შენ ლაბანი იკეთებსო. აქ იაკობი როგორ თითქოს ლაბანი მას უკეთებს, ჩვენ უკეთებდა ლაბანს. მაგრამ რა არის ისევ ეს კარგული ხერხია და მოტყუება, ხო, მაგრამ ლაბანს მოტყუა. ითხოვა იაკობმა რახელი და მან მიუყვანა ლია. და თავი მართლა რომ ჩვენ ესეთი წესია, ჯერ უფრო უნდა გათხოვდეს, მე უცორსია. მაგრამ ეს პირველ მას არ უთქვეს იაკობის, იაკობმა ითხოვა რახელი. აუთხა რომ ჯერ მოიყვანეს და მე და ასე რომ გამოვიდა რომ იაკობს მოუწია ორ მაგად მსახურება ლაბანისა. და ეხლა უკვე მესამე მსახურებას უკვე იაკობი თავისუფლდება სხვადასხვა პირობისგან და მიაჩნია რომ მას უფლება წავიდეს, მაგრამ არა მარტო მას მიაჩნია უფლება, ღვთისაგან მიიღო კურთხევა რომ ადიქით წადი. გავიდა ჟამი. და მიუგეს რახელმა და ლიამ და უთხრეს მას იაკობს. აღარ არის ჩვენთვის წილი ან მემკვიდრეობა ჩვენი მამის სახლშიო? ანუ ითვლება რომ მათი საზღაური იაკობმა უკვე მიიღო 7 წელი ხო იმუშავა. და ეხლა თუ ესეც მითვისა ლაბანმა და ჩვენი არაფერი დარჩა, ანუ რის დღე იღვაწა მაშინ იაკობმა. და მიუგეს რახელმა და ლიამ და უთხრეს მას, აღარ ჩვენთვის წილი ან მემკვიდრეობა ჩვენი მამის სახლში და განა უცხოებად არ ვითვლებით მისთვის, რადგან გავყიდა ჩვენ და ჭამით შეჭამა ჩვენი ვერცხლი. ანუ თვითონ ასულზე რომ ითხოვა, ხო? 7 წელი რომ ემსახურა იაკობს, 14 წელი ემსახურა, 14 წელი საზღაური სად არისო? შეჭამაო. და თვითონ არ უშაობდა, არ შოვდა და იღებდა მონაგებს. და ეხლა ჩვენი საზღაური თქოს უკვე ან გასამდოს არ მიუწია არაფერი. და რასაც იაკობი შრომობდა, ყველაფერს ლაბანი ითვისებდა. და მთელი სიმძლავრე დიდება რაც წაართვა ღმერთო ჩვენს მამას, ჩვენი იქნება და ჩვენი შვილებისა, ახლა რაც გითხრა შენ ღმერთო, ისე გააკეთეო. იგი იაკობი უთხრა ისე ღვთის გამოცხადები და ღვთის განგებით ასრულებს. თვითონ არა. თვითონ ერთხელ დედას დაუჯერა და შეიმოსა. და მერე დაიწყო მისი ესეთი მოგზაურობა
და ეხლა თხაზე ხდება რომ ტეტი დაესვეს უნდა ამ თუმაეობას და ადგა იაკობი და შესხა თავისი ცოლები და თავის შვილები აქლემებში და წავიდა მთელი თავის ქონება და მთელი თავისი მონაგარი რაც შეიძინა შუამდინარეთში და ყველაფერი რაც მისი იყო რათა წასულიყო ის აქთან თავის მამასთან ქანანის ქვეყანაში ხოლო ლაბანი მიდოდა თავის ცხრის გასაფარსად აი რა დრო არისო ლაბანი სახში არ არის საქონლე საძოვარზეა იაკობმა მოუხმოცოლებს იქ საძოვარზე მოსულიყო და იქ ესაუბრა არა სახში და ეხლა აქედან მაშინ როცა ლაბანი მიდის ცხარში იაკობი ცხართან ერთად ბრუნდება სახში აქაც ხდება ესეთი მოხერხებულად შესვლა პოზიციების და იაკობი თავისი შედენილი ქონებით გამდიდრებული გავა სახლიდან მაშინ როცა ლაბანი სახში არ იქნება და იმედი აქვს რომ ვიდრე ლაბანი მას დაეწევა გამოედენოს ის გახსოვს უკვე სამშვიდობოს აი ეს ამბავი და შემდეგი მოვლენები და მნიშვნელოვანი რაც შემთხვევა იაკობს მის ოჯახს და როგორ მოიქცა ლაბანი და მისი შვილები ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ დაგემშვიდობებით უმეტად დაგუწევს